გდანში ხიდის ჩანგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე მანქანამ გაიარა. მგზავრები ხიდის ქვეშ მოყვნენ. გარდაცვლთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ხიდი გლდანსა და სოფელ ნორიოში მიმავალ გზას ერთმანეთს უკავშირებდა. ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება. დეტალებს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. ჰაგის ექსპერტებმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე წინასწარი მოკვლევის ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეხვედრა გამართეს. 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილი სამართალ დარღვევებს გამოძიების თაობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დელეგაციამ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სრული ინფორმაცია უკვე მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე. ქართული სოფლების მიზანმიმართულ განადგურებაზე, საკუთარი სახლებიდან 10,000-ობით ქართველის გამოდევნასა და ეთნიკური ნიშნით ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებებზე. საქართველოში ჰააგის ექსპერტების ვიზიტი 24 ივნისს დასრულდება. აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება შესაძლოა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს. გამოძიების გამოცხადებამდე მასალებს ჰააგის პროკურორის ოფისი სწავლობს. დელეგაცია, რომელიც 4 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, თბილისში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მათი ვიზიტის პირველი დღე მედიის გარეშე მთავარ პროკურატურაში შეხვედრით დაიწყო. ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ყველა საერთაშორისო სტრუქტურასთან, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის დროს რუსეთის ფედერაციისა და მის კონტროლის ქვეშ მყოფი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ უმძიმეს სამართალ დარღვევებს. საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ექსპერტების ძირითადი ამოცანა იმ უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იქნება, რომელსაც ჰააგის სასამართლოს წარუდგენენ. გამოძიებით გამოიძიებენ ყველა დანაშაულს, მათ შორის ქართული მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულებსაც. კონკრეტული დამნაშავე პირები კი უკვე გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთება. საუბარია ომის დანაშაულზე, რომელსაც ისინი იძიებენ მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა და რატომ ჩაიდინა ეს. და მათი ძირითადი ამოცანა მოაგროვონ უტყუარი მტკიცებულებები. ომის დროს მომხდარ კონკრეტულ ფაქტებზე ინფორმაციას ჰააგის პროკურორის ოფისი მხოლოდ სახელმწიფო უწყებებიდან არ მიიღებს. სავარაუდოდ შეხვედრები შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებიც ექსპერტებს ომის დანაშაულებზე მათ მიერ მოპოვებულ მასალებს მიაწვდიან. ხდებიან როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და აგროვებენ ინფორმაციას ომის დროს შესაძლო ომის დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას. ეს დიდი ხნის დაგეგმილი შეხვედრა, მანქანაც დაყოფილიყო, შემდეგ გადაიდო ეს შეხვედრა, 1 აპრილში იყო დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ ჰააგის სასამართლოს საკუთარ მასალებს აწვდის რუსეთიც. ასევე ცნობილია, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი მოკვლევის პერიოდში ევროკავშირის ფაქტების შემსწავლელი კომისიის დასკვნას ეყრდნობა. ჰაიდი ტალიავინის ანგარიში 2009 წლის 30 სექტემბერს ომის დასრულებიდან 1 წელიწადში გამოქვეყნდა და მასში ომში მონაწილე ყველა მხარეა დადანაშაულებული. დასკვნის მიხედვით შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალზე თავდასხმით საქართველომ დაიწყო. რასაც შემდეგ რუსეთის მხრიდან არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენება და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა. თავდასხმა ტაო პრივატ ბანკზე დაჭრილია ბანკის 2 ინკასატორი და გატაცებულია ბანკის კუთვნილი თანხა. საქმეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს. ტაო პრივატ ბანკი გამოძიებაში დახმარებისა და დამნაშავეთა დაკავებისთვის ფულად ჯილდოს აწესებს. დეტალები ანა გოჩაშვილის სიუჟეტში. დანაშაულის ოპერატიულად გახსნის და თავდასხმელების დაკავების მიზნით ტაო პრივატ ბანკი აწესებს ფულად ჯილდოს 20,000 ლარის ოდენობით. საფუძვლიანი ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას 10,000 ლარი, დამნაშავის დაკავებისთვის, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 10,000 ლარი, ანონიმურობა გარანტირებულია. ეს არის ნაწყვეტი განცხადებიდან, რომელსაც ტაო პრივატ ბანკი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაო პრივატ ბანკის სერვის ცენტრში მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლებზე. ინციდენტის შედეგად დაჭრილია ტაო პრივატ ბანკის ინკასაციის 2 თანამშრომელი და გატაცებულია ბანკის კუთვნილი თანხა. მაღლიდან ვიყურებოდი და ის რა ქვია, სროლის ხმა გავიგეთ. იქნებოდა 9 ეკვდა 10 წუთი.
სართულოდ 9:30 და გადმოვიხედეთ და დაცვა მიყავდათ დაჭრილი. თავდასხმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ტაო პრივატბანკის ფილიალზე დილის 9 საათისთვის მოხდა. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ორი შეიარაღებული პირი ტაო პრივატბანკის ინკასატორის მანქანას ყაზბეგის 4 ნომერში მდებარე სადარბაზოსთან ელოდა. თავდასხმელებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ინკასატორები მანქანიდან გადმოვიდნენ. სროლის ხმა გავიგე, გამოვიხედე და 1-6-7 ალბათ გაისროლა იქნებოდა. შენიღბული ხალხი, რომელიც მალევე დაიშალნენ. პატრული იყო პოლიცია, ზუსტად არც ვიცი, ტრიალებმა მიმართებდნენ, რომ გაიქცნენ ბიჭებიო. მე მგონი რაღაც შავი ქონდათ ეს. რა ქონდა თავზე ქონდა წამოს უმზახე. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ტაო პრივატბანკის ფილიალთან მივიდნენ სამართალდამცველები. წინასწარი ინფორმაციით თავდასხმელები სავარაუდოდ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და მაკაროვის სისტემის პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული. ეთყობა საგმოუხანე უთვალთვალებენ და ალბათ ინფორმირებულები იყვნენ იმ კუთხით, რომ დილით ხდება აქ ინკასაციის მანქანის მოსვლა. ჩასაფრება გარეთ მანქანაც არ ყოლიათ და პარკიდან არიან გაქცეულები. ინციდენტის დროს ინკასაციის სამსახურის 2 თანამშრომელი დაიჭრა. როგორც აღმოჩნდა, არც ერთ მათგან ტყვია გაუმტარი ჟილეტი არ სცმია. ერთ-ერთი დაჭრილი ინკასატორი 25 წლის ნიკო მეტრეველი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. არის ორივე ბარძაყის ჭრილობები. ჩაუტარდა შესაბამისი რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ამჯერად არის საოპერაციო შეყვანილი. მიმდინარეობს ოპერაცია და მისი რევიზია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. თვითმხილველების ნაამბობით, თავდასხმელებმა გაქცევა ბანკის უკანა ეზოდან შეძლეს. ორივე მათგანს თან ჰქონდა ზურგჩანთა. უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდასხმელებმა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გატაცებულ თანხას ტაო პრივატბანკი არ აკონკრეტებს.